მიმდინარე ბიუჯეტში მორიგი კორექტირება მოხდა. ადგილობრივი კანონმდებლების მხარდაჭერით პროექტმა, რომელიც მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა წარმოადგინა, ფინანსური კანონის სახე მიიღო. სერგი დალაქიშვილის განცხადებით, ცვლილება რეგიონული განვითარების ფონდის მიერ დამატებით გამოყოფილი თანხებისა და დარჩენილი ეკონომიის ბიუჯეტში ასახვის ვალდებულებამ წარმოშვა, რის შედეგადაც ზესტაფონის ბიუჯეტის მოცულობამ 53 მილიონ 100.000 ლარს გადააჭარბა. აღნიშნული თანხით დაგეგმილია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. სულ თავისუფალი თანხა შეადგენს 790.000 ლარს, რომელიც საჭიროა მიემართოს სხვადასხვა ღონისძიებების დასაფინანსებლად. კერძოდ, სპეციალური ტრანსფერი 500.000 ლარი, მთავრობის 14 მაისის ნომერ 829 განკარგულების შესაბამისად საჭიროა აისახოს ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გზის კაპიტალურ შეკეთებებში. საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდის თანადაფინანსებისთვის საჭიროა 1033 ლარი. სოფელ ქვედა საქარაში მალხას ქათამაძის სახლის მიმდებარე გზის რეაბილიტაცია 70.000 ლარი. შპს ბორანი ნომერი 53 ხელშეკრულებაში სოფელ ქუჩი ალექსანდრე გურულის სახლიდან გურამ სალაძის სახლამდე საუბნო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების სრულფასოვნად დასრულებისთვის საჭიროა სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ით გაზრდა 12.691 ლარით. ქვედა საქარის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ჭალატყეში, მესხები ჭიჭინაძეების უბანში გარე განათების მოწყობა 9.851 ლარი. ქალაქ ზესტაფონში საბავშვო ბიბლიოთეკის შენობის რეაბილიტაცია 71.057 ლარი. ქვედა საქარაში ბოჭოიძეების უბანში არსებული ბოძების გარე განათების მოწყობა 20.350 ლარი. 1100 კვადრატული მეტრი მოცულობის მეტალის ნაგვის კონტეინერების შესკეთვისთვის საჭიროა 100.000 ლარი. საჭიროა გაიზარდოს რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლის ბიუჯეტი 288 ლარი. აღმაშენებლის ქუჩაზე არსებული ახალგაზრდული ცენტრის ხაბის სასხელი წყლით მომარაგების ტექნიკური პირობის მომზადება 400 ლარი. საჭიროა შესყიდული იქნეს ილების ადმინისტრაციულ ერთეულში წყლის ქსელის მოსაწყობად ელექტროტუმბო 2500 ლარი და სოფელ დილიკაურში სილაგაძეების უბანში საერთო სარგებლობის წყალსადენის რეაბილიტაციისთვის 6.457 ლარი, სულ 8.957 ლარი. რომლის შესყიდვა განხორციელდება სოფლის მხარდაჭერი პროგრამის დარჩენილი ეკონომიიდან. 2025 წლის ბიუჯეტის მოცულობა ცვლილების გათვალისწინებით შეადგინა 53 მილიონ 116.101 ლარი. აისახება თუ არა მომდევნო წლის ბიუჯეტში კიდევ ერთი ახალი სოციალური პროექტი, რომელიც უშვილო წყვილთა დახმარებას გულისხმობს. ინიციატივა დეპუტატ მაია კახნიაშვილს ეკუთვნის, რომელიც პარტიას გახარია საქართველოსთვის წარმოადგენს. დეპუტატი ამბობს, რომ შესაბამისი პროექტი მზად აქვს და მას აღმასრულებელ ხელისუფლებას წარუდგენს. ქვეყანაში რაც სტატისტიკური კვლევები ტარდება თუ ასე შემდეგ, ვიცით რომ შობადობას გადაასწრო სოციალურ და დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგას ქვეყანა, ესე რომ ვთქვათ და შემოდივარ წინადადებით, რომ ასევე ამ დემოგრაფიულ პრობლემას შობადობის ნაკლებობას ემატება უშვილო წყვილების პრობლემები. რამდენადაც ვიცით სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა რა დღეშიც არის დღეს ქვეყანაში, ხელმისაწვდომი ნაკლებად არის ოჯახებისთვის, ანუ წყვილებისთვის ის სამედიცინო დახმარების მიღება, რაც მათ ესაჭიროებათ და შემოგვიდა წინადადებით, რომ ჩვენ დავეხმაროთ, შევიმუშაოთ პროგრამა, აისახოს ბიუჯეტში, ამ წლის ბიუჯეტში თუ შესაძლებელი იქნება მოხდეს კორექტირება და ნაწილობრივ მაინც წელს ან მედიკამენტით, ან რამ ისეთით შეუსუბუქოთ, ან თანადაფინანსებით ამ ადამიანებს და 2026 წლის ბიუჯეტის პარამეტრებში იქნეს გათვალისწინებული აღნიშნული საკითხი. რომ ამით ჩვენ ხელს შევუწყობთ როგორც ქვეყანაში, ასევე მუნიციპალიტეტში ამ კრიზისის აღმოფხვას. მოსაზრება მე მაქვს წარმეჩავაბარებ მერიას პროექტის სახითაც, ანუ როგორ არა შეიძლება მე ხალხიდან რომ გავალ
წინადადებასაც და მოსაზრებასაც შავაბარებ მე. დღეს შეხვედრა გქონდა საზედამხედველო კომპანიებთან, რომელთანაც ვისაუბრეთ საკითხებზე, რომელიც მათთვის არის მნიშვნელოვანი და ასევე ჩვენთვის საინტერესო, რომ გაცილებით უფრო გამჭვირვალე გახდეს ის საქმიანობა, რომელსაც ვაწარმოებთ და კიდევ უფრო მეტი კომპანია ჩაერთოს ჩვენს საქმიანობაში, პროცესებში, იმიტომ რომ ჩვენთვის სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა პროექტი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, განხორციელდეს ხარისხიანად და მათი როლი, საზედამხედველო კომპანიების როლი ამ მიმართულებით არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირველ რიგში ძალიან მოხარული ვარ, რომ სახელმწიფოს და სამინისტროს მხრიდან წამოვიდა ეს ინიციატივა, რომ თვითონ ადგილობრივ კომპანიებთან მოხდეს სისტემატიური შეხვედრები და იმუშაონ იმ პრობლემურ საკითხებზე, რაც ყველას აწუხებს, იმისთვის, რომ მოხდეს ხარისხის უზრუნველყოფა. მე ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდ შედეგს გამოიღებს სამომავლოდ, რომელიც წარდგება როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორს. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, მნიშვნელოვნად მიმაჩნია პირველ რიგში, იმიტომ რომ მეტი კომპანიები შეძლებენ შემდგომ ჩართულობით იმუშაონ ინფრასტრუქტურულ პროექტებში. მეტი იქნება ის კომპანია, რომელიც იქნება აკრედიტებული და შესაბამისად პასუხისმგებლობა უფრო მაღალი იქნება და ეს ცალსახად აისახება შედეგზე, ხარისხზე და იმაზე, თუ პროექტი მრავადაში და რა ხარისხით დასრულდება. კრისტიანო რონალდო პროფესიონალი ერთ პატარა წიგნში ჩატეული ლეგენდარული ფეხბურთელის მრავლისმეტყველი ისტორია ნაცნობი თუ აქამდე უცნობი დეტალებით. ეს სპორტული ჟურნალისტის ალეკო კაკაურიძისთვის პირველი სადებიუტო წიგნია, სადაც ის მოგვითხრობს რონალდოზე, პორტუგალიელ სუპერვარსკვლავზე, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ, პოპულარულ, წარმატებულ ფეხბურთელზე. ავტორი გვეუბნება, რომ წიგნი ყველა თაობისთვის საინტერესო იქნება. განსაკუთრებული სამიზნე აუდიტორია კი ახალი თაობაა, რომელიც სპორტის ნომერ პირველი სახეობის ლეგენდარულ წარმომადგენელზე ყველაზე საინტერესო ეპიზოდებს სწორედ ამ სადებიუტო წიგნის მეშვეობით შეიტყობს. წიგნი რონალდოზე ალეკოსთვის პირველია, მას კიდევ არაერთი საინტერესო პროექტი აქვს დაგეგმილი, რომელსაც სპორტული სფეროთი დაინტერესებულ მკითხველებს პერიოდულად მიაწოდებს. ძალიან საპასუხისმგებლოა ჩემთვის, რომ ჩემ მშობლიურ ტელევიზიაში მიწევს ამ წიგნის პრეზენტაციაზე საუბარი. ეს არის ჩემი პირველი წიგნი და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ზოგადად როცა ეჭიდები რაღაც თემას, რომელიც უნდა აქციო წიგნად და რომელიც დარჩება ისტორიას. ეს არის კრისტიანო რონალდოზე წიგნი. კრისტიანო რონალდოს ახლა ზედმეტ წარდგენა არ ჭირდება, მე მგონი ის ხალხიც იცნობს, ვისთვისაც ფეხბურთი ასე ვთქვათ ნომერ პირველი სიყვარული და გატაცება არ არის. ნუ რატომ მაინდა-მაინც კრისტიანო რონალდო? ეს არის ადამიანი, რომელმაც შექმნა თავის თავი. ინგლისელებს აქვთ ერთი შესანიშნავი გამოთქმა, ეს გამოთქმა ჟღერს ასე self-made man, ესე იგი ადამიანი, რომელმაც შექმნა თავის თავი. საინტერესო ტიპაჟია ძალიან იმ მხრივ, რომ ის შეიძლება საერთოდაც არ დაბადებულიყო, ამ წიგნში არის ისტორია ამის თაობაზე და კიდევ ბევრი საინტერესო ისტორია კრისტიანო რონალდოს თაობაზე და რაც შეეხება თვითონ მის მნიშვნელობას ფეხბურთისთვის, მე მხოლოდ ერთ ფაქტორს გავუსვამ ხაზს, რომ ეს არის ფეხბურთელი, რომელმაც, ესე იგი, ევროპაში ყველაფრის რისი მოგება შეიძლება, ნუ მსოფლიო ჩემპიონატის გარდა და მას ამის შანსი კიდე აქვს, მართალია სოლიდურ საფეხბურთო ასაკშია, მაგრამ ნუ კაცმა არ იცის რა იქნება თუნდაც მომავალ მსოფლიოზე, პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობის გათვალისწინებით და ერთი კიდე რაც მინდა ყურადღება გამომახვილო, ეს წიგნი დიდწილად და ჩემი мотиваცია იყო, როცა ამ წიგნზე მუშაობდი, ის რომ ახალ თაობას ასე ვთქვათ, აუხსნათ და ბოლომდე გავაგებინოთ თუ რა არის წარმატების საიდუმლო. და თვითონ კრისტიანო ამბობს, რომ აი ამ წარმატების საიდუმლო, რა თქმა უნდა, ნიჭთან ერთად, მაგრამ ნიჭი მარტო არაფერი არ არის, ეს არის ის ტიტანური შრომა, რომელსაც იზრდებდა ბავშვობიდანვე ყოველ საათში, ყოველ წუთში და ყოველ წამში და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თვითონ ქართველი ბავშვები, რომლებსაც დღეს მაგალითი არ აკვლიათ თუნდაც და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს რო გაიხედავ ქუჩაში, ყვარას მაისურებით დარბიან პატარა ბიჭები, მამარდას მაისურებით დარბიან, ჩაკვეს მაისურებით დარბიან. და ამასთანავე ჩვენ ვარსკვლავებთან ერთად უნდა ვიცოდეთ რა ხდება ჩვენი ქვეყნის საზღვარგარეთ და კრისტიანო რონალდო არის მაგალითი ყველა ბავშვისთვის, ყველა დამწყები ფეხბურთელისთვის თუ როგორ უნდა წარმართოს მან აი მის თავისი კარიერა. აი ეს მინდოდა მე თქვა პრინციპში და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ უნდა ინტერესდით ამ თემით
და ვეცდები ყოველთვის რომ თუ რაღაცა თქვა შემოქმედებითი რაღაც წიაღსვლები მექნება და წისვლა მექნება პირველად ზუსტად თქვენთან ვისაუბრო აქვე მინდა ერთი თქვა დიდი მადლობა გამომცემლობა არტანოს მის ხელმძღვანელობას ამ დობისთვის რაც გამომიცხადეს და რა ვიცი ნაშრომი სახეზია რა თქმა უნდა ეხა იქ არის კრიტიკისთვისაც ყოველთვის დათვალ ეს არ არის რაღაც შეიძლება უშეცდომო არავინ არ არის ხო თავის შეცდომებით თავის ღირსებებით და დანარჩენი მკითხველმა განსაჯოს უკვე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ბევრს დააინტერესებს